მადლობა. თავისუფლება გიორგი კუჩუაშვილი. თავისუფლება ირაკლი მეღვინეთუხუცეს. თავისუფლება უჩა აბაშიძე. თავისუფლება მარია მიაშვილი. თავისუფლება გიორგი ოკმელაშვილი. თავისუფლება საბა მეფარიშვილი. თავისუფლება ომარ ოკრიბელაშვილი. თავისუფლება მათე დევიძე. თავისუფლება ანატოლი გიგაუ. თავისუფლება ვალერი თეთრაშვილი. თავისუფლება თემო დასოხაშვილი. თავისუფლება არჩილ მუსალიან. თავისუფლება გიორგი მინდაძეს. თავისუფლება დავით ლომიძეს. თავისუფლება დავით ხომერი. თავისუფლება ანტონ ჩეჩის. თავისუფლება დანიელ მუმლაძეს. თავისუფლება გურამ ხუტაშვილი. თავისუფლება ვასილ კაძელაშვილს. თავისუფლება ვეფხია კასრაძეს. თავისუფლება გიორგი გორგაძეს. თავისუფლება თორნიკე გოშაძეს. თავისუფლება ისაბ ალიევს. თავისუფლება ირაკლი მიმინოშვილს. თავისუფლება საბა ჯიქიას. თავისუფლება ზია ცეცხლაძეს. თავისუფლება ანდრე ჭიჭინაძეს. თავისუფლება გური მისხულავას. თავისუფლება ანრი კვარაცხელიას. თავისუფლება რუსლან სილაკოს. თავისუფლება ონისე ცხადაძეს. თავისუფლება ნიკოლოზ ჯავახიშვილს. თავისუფლება საბა ხვიტარიძეს. თავისუფლება სერგეი კუხაჩუს. თავისუფლება ირაკლი ქერაშვილს. თავისუფლება რევას ტიკნაძეს. თავისუფლება გიორგი ტერიშვილს. თავისუფლება ლუკა ჯაბუას. თავისუფლება თედო აბრამოვს. თავისუფლება ნიკოლოზ კაციას. თავისუფლება ჯანო არჩაიას. თავისუფლება ანრი კაკაბაძე. თავისუფლება არტემ გრიბუს. თავისუფლება ანასტასია ზინოვკინას. სოლიდარობა ანასტასია ზინოვკინას. თავისუფლება მზია ამაღლობელს. თავისუფლება გიორგი ჩიკოაიძე. თავისუფლება დენის კულანის. თავისუფლება თეგო გველესიან. თავისუფლება ირაკლი პაპიაშვილს. თავისუფლება ირაკლი ოქრუაშვილს. თავისუფლება ზურაბ ჯაფარიძეს. თავისუფლება გიორგი ბაჩიაშვილს. თავისუფლება ნიკა მელიას. თავისუფლება ნიკა გვარამიას. თავისუფლება ნინო დათაშვილს. თავისუფლება ზიად რატიანს. თავისუფლება ბადრი ჯაფარიძეს. თავისუფლება მამუკა ხაზარაძეს. თავისუფლება გიორგი ვაშაძეს. თავისუფლება დილი თარგამაძეს. თავისუფლება ლევან ხორავას. თავისუფლება ლაშა სანავას. თავისუფლება რეჟიმის ხვებს. თავისუფლება რეჟიმის ხვებს. სოლიდარობა რეჟიმის ხვებს. გამარჯვება რეჟიმის ხვებს. გამარჯვება საქართველოს. გამარჯვება უკრაინას. დიდება თავისუფლებას. დიდება თავისუფლებას. ზის რუსეთის დამპალი იმპერია. დიდება დამოუკიდებელ საქართველოს. დამხობა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. დამხობა რეჟიმს. დამხობა რეჟიმს. ცეცხლი ოლიგარქიას.
ცეცხლი ოლიგარქიო დიდება საქართველოს დიდება საქართველოს დიდება უკრაინა დიდება უკრაინა მირაბის ბალონდე მირაბის ბალონდე მოგესალმებით და დიდი მადლობა უცხოეთი პროტესტისთვის თან ამ რაოდენობით, რაც აბსოლუტურად უპრეცედენტოა ასეთი ხანგრძლივობით. ეს არის უმნიშვნელოვანესი და ამას აუცილებლად ექნება თავისი შედეგი. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მოვდივართ თვალწელის ქუჩიდან, სადაც რამდენიმე ხნის წინ ყველამ ნახეთ თუ რა ძალადობრივი მეთოდებით გამოასახლეს იქიდან მოსახლეობა, ყველაზე მოწყვლადი, ყველაზე დაუცველი ჯგუფები იქით ხდნენ ხანდაზმულები, ორსული ადამიანი იყო იქ, რომელიც დღე-დღეზე უკვე ელოდება ბავშვს, სოციალურად დაუცველები და ასე შემდეგ. იქ ათენებენ, აღამებენ, არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენ იქ მივედით იმ ხის შემდეგ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების სოლიდარობა ამ ჯგუფმა იგრძნოს, ეს იყოს თანმიმდევრული და რაღაც სისტემური ხასიათი ამას ჰქონდეს. ცხადია, რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი იმ თვალსაზრისით, რომ ამ ადამიანებს დააკმაყოფილებენ დინებით არ არის ჯერჯერობით, თუმცა მცდელობას აუცილებლად ექნება თავისი შედეგი და ჩვენც ამას აუცილებლად ვეცდებით. კიდევ იქნება რამდენიმე ესეთი მცირემასშტაბიანი აქციები, სადაც ყველას გთხოვთ, რომ აუცილებლად მოხვიდეთ. მეორე საკითხი, მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჟურნალისტებს, რომლებიც აი ახლა აქაც ხედავ ამ ადამიანებს, ისინი თვალწელის ქუჩაზეც იყვნენ, სხვა ადგილებშიც იყვნენ და აი ესე ყოველთვის საუბრობთ იმ ადამიანებზე, ვინც აქ ვართ ხოლმე და ყველგან ვართ ამ პროტესტში, მაგრამ თავარი დამსახურება ამ უმწყვეტობის მათ შორის არის აი ამ კეთილსინდისიერი ნამდვილი ჟურნალისტების და ამ შემთხვევაში მე მინდა ეს ორი ადამიანი გამოვარჩიო, პუბლიკას და ნეტგაზეთის ჟურნალისტები არიან, რომლებიც თვალწელის ქუჩაზეც იყვნენ, აქაც არიან, ამიტომ თუ შეიძლება რომ ჩვენი მადლობა ამ ადამიანებს ცოტა ხმაურია და გამოვხატოთ. უდიდესი მადლობა მათ. შემდეგი საკითხი, რაც არის, როგორც იცით, უსამართლო სასამართლო პროცესები გრძელდება. თედო აბრამოვის სასამართლო პროცესი არის 12 აგვისტოს 15 საათზე, სადაც პროკურორი ითქვის თავის დასკვნის სიტყვას და შემდეგ უკვე 14 აგვისტოს არის დასკვნითი პროცესი, როდესაც უკვე თვითონ თედო ითქვის დასკვნის სიტყვას და დაცვის მხარე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანსაც და სხვა რეჟიმის წევრსაც ჩვენი ხმაურიანი მხარდაჭერა გამოუხატოთ და ვიყოთ უშუალოდ სასამართლო პროცესებზე. ეხლა როცა ჩვენ ვამბობთ ხო იქ რომ მოვდივართ მუდმივად ხვირით, მთელი ქვეყანა საუბრობს, რომ ეს არის რუსული რეჟიმი და რაში გამოიხატება ეს უამრავი მაგალითი გვაქვს ამის, მაგრამ კიდევ ერთი მაგალითი, რაც გავრცელდა და რაც უკვე ფეხბურთს ეხება, ტორპედოს ფანკლუბმა გაავრცელა ეს, რომ ტრიბუნებზე ოკუპაციიდან და 2008 წლის ომიდან 17 წლის თავზე კიდევ ერთხელ ტორპედოს ფანკლუბის წევრებმა გადმოკიდეს ბანერები, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რაზეც პოლიცია მივიდა მისცა მათ შენიშვნა და თხოვეს, რომ ეს ბანერები აიღოთ. ეს არის აბსოლუტურად უპრეცედენტო შემთხვევა, მსგავსი არ ახსოვს ამ 17 წლის მანძილზე ჩვენს ისტორიას და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს უკვე შეუქცევად სახეს იღებს და რეალურად რეჟიმი უკვე ემსახურება
მთლიანად რუსეთს, მათ მოქალაქეებს და მათ სახურებაში დგება. ამიტომ ჩვენ ეს უწყვეტი პროტესტი უნდა გავაგრძელოთ, უფრო მრავალფეროვანი სახე უნდა მიიღოს და შევეცადოთ, რომ მაქსიმალურად მეტი ადამიანი მოვიმხროთ და ჩვენ მხარეს დავაყენოთ. ამიტომ დიდი მადლობა ყველას, ვინც აგრძელებთ ამ უწყვეტ პროტესტს და საბოლოოდ დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროტესტი გამარჯვებით დასრულდება. დიდი მადლობა და გელოდებით აქ და საზოგადოებრივ მაუწყებელთან. გვიანია უკვე ცოტა ხანში ავიშია დროებით. Thank you.